დედა გახსოვს? არა, 5 თვის ვარ. ძალიან პატარა იყო, 9 წლის იყო. ბედნიერი ოჯახი ვიყავით, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. ირმა. დაღათულია კი. დაღათულია? მოვედით ვეკუების ოჯახში, როგორც დაგპირდით, ჩვენ უკვე ძალიან კარგი ამბები გვაქვს, პირდაპირ გეტყვით, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა უკვე, ეს არის 25000 ლარს გადაცდა. როგორც წინ ცნობილ ვიდეოში ბატონი რუსლანი ამბობდა, რომ მისი ოცნება იყო, რომ საკუთარი ჭერი ჰქონოდათ, ცილებლად ჩვენ ბოლომდე ვეცდებით, რომ მისი ბოლო ოცნება, რაც იყო, რომ საკუთარი ჭერი ჰქონოდათ ვეკუების ოჯახს, ასრულდეს. აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას და დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს მოუწოდებ მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენას და ამ კამპანიაში ჩართვას. შეგახსენებთ, რომ თქვენი თითოეული მხარდაჭერა აისახება ამ დიდ საქმეში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფულადი მხარდაჭერა, ასევე თქვენი თითოეული გაზიარება იქნება ეს, დროის გამოყოფა, ინფორმაციის გავრცელება თუ ასე შემდგომ ამ დიდ საქმეს, რასაც ქვია კეთილი საქმე, თითოეულ აგურს, ერთ აგურს ამატებს და ლუკა ვეკვა 20 წლის. ლიკა 21 წლის. მიზი 1 წლის. ძალიან ბევრი იძახდა ბავშვების წაყვანაზე, სოციალური წაიყვანსო თუ არაო და მე ავიღე მოკლედ მეურვეობა ბავშვებზე და მე პატრონობ, მე ვარ ამათი მამა და დედაც. დედა მარავამტყოფობდა, ცებ მოვიდა რაღაცა ერთი თვისის იყო ალბათ ფარგლებში. რაღაცა ის ძაღლის ბეწვი თუ რაღაცა ესეთი და დადგინდა. აქვე დაადგინეს რა ჭირდა, იქით გააგზავნესო გერმანიაში მერე. ნუ პასუხები რაც ჭირდა. მამამ ყუნალობდა, სეფსემის გამო გარდაიცვალა 2025 წლის 1 თებერვალს. მშობლები არიან აფხაზეთიდან და მამამჩემი არის ომის ვეტერანი, ანუ აფხაზეთის ომში იბრძოდა. ყველაფრის შემდეგ მოხდეს ბინა. ბინა მოხდეს მე ცხოვრობის ამინაში დაახლოებით 5 წელი. მის შემდეგაც გავიდა მამაჩემმა ის ბინა, რომ სამშობლობის პრობლემა ჰქონდა და მკურნალა ესე ვთქვათ. მამაჩემის გარდაცვალების მერე ჩემთან ერთად მოვიყვანე ბავშვებით და ცხოვრობთ ერთად. როგორც ოჯახის უფროსი, დარებს ახლა ესენი თვითონ ვერ გაუმკლავდებიან მარტო ცხოვრებას. არა, ამ შემდგომ არ თქირით. არა, მაგის მერე ცხოვრობდით მანდ, ანუ ჯერ შეამღუმეში და მერე რომ მოგვწეს გადმოვედით მანდ. და მერე ქირით ცხოვრობდით სხვადასხვა ადგილებში და ბოლოს აქ ახლა. მარიამი არის 13 წლის, ვიკა 18 წლის. ეს არიან ერთი მარიამი ხო მეორე მშობს. სიძეს აქ რაღაცა პატარა ის კომპანია და ბიზნესი და მაგას ანუ მუშაობ ეხმარები რა. და პლუს სამთავროს მონასტერშიც დედავებთან მუშაობ და მანდაც ეხმარები და მანდაც მუშაობ. მამის გარდაცვალებამდე პატარები ყველა ცხოვრობდნენ ერთად. მე ცხოვრობდი ცალკე ჩემს მეუღლესთან ერთად, ჩემ ოჯახთან ერთად და ესეთი ტრაგედიის შემდეგ ჩემთან მოვიყვანე ბავშვები და ცხოვრობთ ერთად, დიდი ოჯახი.